დაიწყო ეს რაღაცა საშინელი რეპრესიები პაოლო იაშვილმა, რომელიც ტიციანის საუკეთესო მეგობარი იყო, მწერალთა სახლში თავი მოიკლა. ბერიამ დაიბარა ტიციანი და უთხრა, რომ უნდა დაწეროს იმის შესახებ, რომ პაოლო იყო აგენტი საფრანგეთის ჯაშუშური საქმიანობის, აგენტი იყო, რაზეც ტიციანმა უარი უთხრა. ბერიამ ესეთი რამე უთხრა, რომ შენო ძალიან ბევრი რამე დაგჭა კიდე გასაკეთებელი, ბევრი ლექსი დასაწერი, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. პაოლო უკვე აღარ არის ცოცხალი. რა იქნება, რომ ეს ამ ორ სიტყვას ხელი მოაწერო და ამით გათავდება ყველაფერი და შენ გააგრძელებ შენ საქმიანობას. და ტიციანმა უთხრა, აზრი არ აქვს მაშინ ჩემ ცხოვრებას, აზრი არ ექნება. მე თუ ამას ხელი მოვაწერე, მაშინ არანაირ ჩემ არც პოეზიას, არც მუშაობას, არც ცხოვრებას აზრი არ ექნება. მაშინ ბერიამ უთხრა, რომ წადი შენ სახლში, შენ მეუღლეს კითხე აზრი და მერე ვილაპარაკოთო. ტიციანი მოbrunდა სახლში, შევიდა თავის ქალიშვილთან ოთახში 16 წლის ნიტასთან და უთხრა, მამიკო, შეიძლება მე აღარ ვიყო, შეიძლება დედა შენიც აღარ იყოს, მაგრამ იცოდე ყოველთვის, რომ არ შეგწყვება ჩემი სახელის გაგონებაზე და არ გაწითლდები, როდესაც ჩემ სახელს გაიხსენებენო და ახლა ეს ნიტამ ჯერ ესე კარგად ვერ გაიგო რაში იყო საქმე, მაგრამ რასაკვირველია, ნინოსაც უთხრა, რომ მე ვერავითარ შემთხვევაში ამას ვერ გავაკეთებ და დაიწყო მოლოდინის საშინელი თვეები, იმიტომ რომ სულ მოლოდინში რომ აუცილებლად წაიყვანენ და დააპატიმრებენ, რომ დღეს თუ ხვალ სახლიდან გამოსვლა აღარ უნდოდა და არც უნდოდა რომ ვინმე მოსულიყო, არ უნდოდა არავის მიღება, რატო? იმიტომ რომ ფაქტიურად ფიქრობდა, რომ თუ ვინმე მოვიდოდა, ისინი საფრთხის ქვეშ არ ჩაეგდო და სხვათა შორის იცით, სულ ეუბნებოდა ნინოს, რომ თქვათ მე თუ წამიყვანეს, არასდროს გეწყინოს თუ არ გამოჩდებიან ჩემი მეგობრები, ისინი ყველანაირად მოგეხმარებიან, მაგრამ ერთი რამე იცოდე, გმირები ძალიან ცოტანი არიან, კაციშვილმა არ იცის ვერ გაუძლებენ წამებას, ახალგაზრდები არიან, არ იცი რას ეტყვიან და როგორ გააწამებენ. ამიტომ არასდროს განსაჯო ადამიანი, არასდროს და იცით, მართლა ესე მოხდა. ბოლო დღეებში, როდესაც უკვე მართლა ძალიან ცუდად იყო ტიციანი, ნინო ქუჩაში გავიდა და ვიღაც ნაცნობ შეხვდა და უთხრა, იმან კითხა როგორ არის ტიციანიო და ძალიან ცუდ დღეშიაო. სულ მეშინია პაოლოსავით თავი არ მოიკლასო, ისე დღეშიაო და იმავე დღეს დაიჭირეს. იმავე დღეს ამ ნაცნობმა ეს ამბავი მიიტანა, სადაც საჭირო იყო და ეთყობა იფიქრეს, ახლა ამანაც თავი არ მოიკლასო და იმავე დღეს დააპატიმრეს. მაგრამ რა მინდა გითხრათ, ვინ იყო ის ადამიანი, არ ვიცოდით არავინ. არასდროს უთქვამს და არასდროს უთქვამს ბებიას და არც არ ვიცი, ახლა შეიძლება დედასთვის ქონდა ნათქვა, მაგრამ არც დედას უთქვამს არასდროს და არ გამიგია მე მათგან ვინმეს განკითხვა. იმ ღამეს დილის 3 საათზე მოაკითხეს და იცი რა საოცრებაა, ჩვენ გვაქვს სახლში გრიბოედოვზე საათი, რომელიც არის გაჩერებული ზუსტად 3 საათზე, იმის შემდეგ არც ვერც გაკეთდა ის საათი. იმ დროზე, როდესაც ტიციანი წაიყვანეს და ბებია იმ ღამეში დილით რო გამოვიდა, სულ ჭაღარა იყო. ერთ ღამეში გაჭაღარავდა და გაუღო კარი და რო შემოვიდნენ, სხვათა შორის ძალიან ცუდად არ იქცეოდნენ და არ იქცეოდნენ, რაღაცას დადიოდნენ, რაღაცა ნივთები წაიღეს, მაგალითად წაიღეს ფიროსმანის ნახატი ერთი, შოთა რუსთაველი ქონდა ტიციას და ეს ნახატი წაიღეს, რაღაცა კიდე რაღაცა წერილები წაიღეს, რაღაცა ბლოკნოტი მიქონდა წაიღეს, სადაც ნიტას უწერდნენ მწერლები რაღაც იმებს და ნიტამ ესო რატომ მიგაქვთო, ესო ჩემიაო და მამა მიყვავსო და ეხა შენ მაგის დარდი გაქო. დედამ ნიტამ ჩააბარა რუსულ ფილოლოგიურზე, იმიტომ რომ წასულიყო ციმბირში, იქ რო ვთქვათ რაღაცა
დაჭირვებოდა რომ იქ ყოფილიყო. და ნინომაც აი გაჭირვების წლებში, როცა ესე ძალიან უჭირდათ, სახლიდან არაფერი გაუყიდია, ნივთები, ყველაფერს ინახავდა და ამბობდა რომ აი ტიციანი რომ დაბრუნდება, გაეხარდება. ის კი არა რაღაც ახალს რომ შეიძენ და ამბობდა აი ტიციანი რომ მოbrunდება, ნახავს. არის ესეთი რაღაცა ძალიან საინტერესო წერილი, სადაც ნინო წერს პასტერნაკს, რომ აი დაგვიბარეს კგბ-ში და იქ ნიდა, ანუ ქალიშვილმა არ მითხრა ამის შესახებ, იმიტომ რომ იფიქრა რაღაცა ძალიან ცუდი ამბავია ალბათ და მივიდა და იქ უთხრეს რომ ტიციანი ცოცხალია, ალბათ მალე დააბრუნებენ, რომ ძალიან კარგად გზნობს თავს და უბედნიერესი მოვიდა ნიტა სახლში. მე კიდევ ერთ-ერთ წერილში ნინო წერს, რომ აი მეზობელი შემოვიდა ჩემთანო და მომიყვარო ციხეშიო, ჩემი ნაცნობი იყო და იმან თქვა რომ აი ჩვენი იმაში კამერაში ერთად ვიჯექითო ტიციან ტაბიძესთან ერთადო და ალბათ მალე გამომშვებენ, კარგად არის და ჯანმრთელად. ეს მთელი ამბები რომ ცოცხალია, რომ სადღაც ნახეს, რომ ციმბირშია, რაღაც უგზავნიდნენ, რაღაც ამანათებს უგზავნიდნენ. ანუ არანაირი ამბავი რომ ვთქვათ დახრეტილია არ იცოდნენ. ესეთი პოლიტიკა იყო მიზანმიმართული, რომ აი ბოლომდე სიმართლეს არ გეუბნებოდნენ და რაღაცა იმედს გიტოვებდნენ. არ ვიცი და რატო იყო ეს საჭირო. და რეაბილიტაციის შემდეგ კიდე სულ იმედი იყო, რომ ცოცხალია. მე უკვე ისევ პასტერნაკთან მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ წერს ამ წერილში გავიგე რომ ტიციანი თურმე დეკემბერში დახვრიტეს, ის იგი ოქტომბერში აიღო და 3 თვეში დახვრიტეს. ეს არის ალბათ 55 წელია. მე რა თქმა უნდა ვამზადებდი ჩემს თავს იმისთვის, რომ ტიციანს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა იმის გაგება, რომ ის დახვრიტეს 37 წლის დეკემბერში, საშინელი ტანჯვის მერე. მერე უკვე როდესაც გახსნეს არქივი, მერე იმ არქივიდან არის ცნობილი, რომ აბრალებდნენ, რომ ესე იგი იყო ჯერ ჯაშუში და რაღაც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის ელჩ ბალტრუშაიტისთან, რომელთანაც ესე იგი და ეკითხებიან, რომ როგორ რა საქმიანობა ჰქონდათ, რა გაკავშირებდათ მასთან და ტიციანი წერს, რომ ტიციანი ამბობს, რომ არაფერი არ მქონდა, ვიცნობდი როგორც მწერალს, შევხვედრი ვარ მოსკოვში, როდესაც ვსწავლობდი მოსკოვში და მაშინ შევხვდი და საუბრობდით, უნდოდა ვეფხისტყაოსნის გადათარგმნა. მხოლოდ ესე და მერე უკვე აკანკალებული ხელით ეთყობა ძალიან ბევრი წამების შემდეგ წერს, რომ კი ჯაშუშურ საქმიანობას ვეწეოდი, საფრანგეთის ჯაშუში ვარ და ანდრეჟითან მქონდა ურთიერთობა და ეთყობა საშინელი წამების შემდეგ ამაზე მოაწერინეს ხელი და სწორედ მაშინ არის საუბარი იმაზე, რომ აი რო აწამებდნენ, ეკითხებოდნენ, რომ აი ვისთან მქონდათ კიდე ურთიერთობა, აი ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები და გიორგი სააკაძეო და სად არის გიორგი სააკაძე, სად უნდა ვეძებოთ, გაეხარდა მონახეს ვიღაცა მტერი და ნოსტეშიო და წავიდნენ ნოსტეში გიორგი სააკაძის მოსაძებნად. ძალიან ბევრი ვინც დახვრიტეს 37 წელს სტალინის იმათი ოჯახის წევრები სტალინის სიკვდილზე ტიროდნენ ცხარე-ცრემლებით. აი მაგალითად დეიდაჩემი ტიციანის დიშვილი ამბობდა, რომ რო გავიკეთო, რომ სტალინი მოკვდაო, მოუკვდით ტირილითო. ანუ იმ პერიოდში მაინც სტალინი დიდი ფიგურა იყო, ესე ეგონათ. ხო იცი ხა ბოლომდე ხო არ იციან ყოველთვის და სულ იმედი გაქვს, რომ იმან არ იცის და იმის ყურამდე არ იყო ეს მისული და შეიძლება ეს მხოლოდ ბერიას როგორ არ იცოდა ხა როგორ შეიძლება რომ ხა რაც ხდება ის არ იცოდეს არა ადამიანმა. ტიციანი არ იყო მარტო მწერალი ან პოეტი, იყო საზოგადო მოღვაწე. ჭკვიანი, განათლებული, გონიერი ადამიანები რასაკვირველი არ უნდათ რომ ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ ის ხალხი იყო, რომლებსაც თავის ჭკუაზე ვერ ატარებდნენ.